100 წელზე მეტია, შიგაწვის ძრავის მუშაობის პრინციპი უცვლელია. ძრავის თავში დევს ლითონის გრძელი ღერძი, გამანაწილებელი ლილვი, რომელიც ბრუნავს და ფიზიკურად აწვება სარქველებს, რათა ძრავმა ჰაერი შეისუნთქოს და გამონაბოლქვი გამოუშვას. მაგრამ აქ არის ერთი დიდი პრობლემა. ეს ლილვი არის ლითონის უხეში ნაჭერი. მისი ფორმა წინასწარაა ჩამოყალიბებული ქარხანაში. ეს ნიშნავს, რომ ძრავი ყოველთვის კომპრომისზე მიდის. ის ან დაბალ ბრუნებზეა ეკონომიური, ან მაღალზეა მძლავრელი. ინჟინრები აწლეულების განმავლობაში ქმნიდნენ ისეთ სისტემებს, როგორიცაა VTEC ან VVTI, რათა ეს ლილვი ოდნავ მაინც შეატრიალონ და ფაზები შეცვალონ. შვედურმა ჰიპერქარების კომპანიამ Koenigsegg-მა ეს პრობლემა რადიკალურად მოაგვარა. მათ თქვეს, რატომ ვიყენებ ლილს, როცა შეგვიძლია ის საერთოდ ამოვიღოთ და შექმნეს free valve სისტემა. ამ ძრავში გამანაწილებელი ლილვი საერთოდ არ არსებობს. მის ნაცვლად თითოეულ სარქველზე დაყენებულია პატარა დამოუკიდებელი პნეუმატურ ჰიდრავლიკური აქტუატორი. მარტივად რომ ვთქვათ, კომპიუტერით მართვადი ინდივიდუალური დგუშები. ეს ნიშნავს, რომ ძრავის კომპიუტერს შეუძლია ნებისმიერი სარქველი, ნებისმიერ მილიწამში, ნებისმიერ სიმაღლეზე გახსნას და დაკეტოს ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად. თუ ქალაქში მშვიდად მოძრაობთ, ძრალს შეუძლია პირობითად 4-დან 2 სარქველი საერთოდ არ გახსნას, რათა საწვავი დაწვეს. თუ გაზის პედალს ბოლომდე დააწვევით, სარქველები მაქსიმალურად ირება, რომ ძრავმა სრული ძალით ისუნთქოს. შედეგად 2 ლიტრიანი 3 ცილინდრიანი ძრავიდან ყოველგვარი ლითონის გიგანტური ლილვების გარეშე ინჟინრებმა 600 ცხენის ძალა მიიღეს, თანაც ისე, რომ ეს ძრავი ჩვეულებრივ საოჯახო ჰეჯბეკივით მოიხმარს საწვავს.